Propaganda ძალიან სერიოზული ფენომენია და კი არის სასაცილო, როდესაც უსმენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეფექტი აქვს და ეს რა არის ხმე გერმანიაში ვსწავლობდი და ყოველთვის მაინტერესებდა ეს საკითხი, როგორ ფუნქციონირებდა მოკლედ პროპაგანდა გერმანიაში, მეტუმეტეს რაღაც სიმაღლეები დაიპყრეს და აი ძალიან მიჭირდა იმის დაჯერება, როგორ შეძლო მგონიერმა, საოცარმა, ცივილურმა ერმა იმ სისულელეების დაჯერება, რასაც პროპაგანდა სთავაზობდა, ასე რომ ერთის მხრივ ჩვენ გამონაკლისი არა ვართ, მეორეს მხრივ ფაქტია, რომ ეს ხდება, მე ძალიან მიხარია, რომ თვითონ ქართული ოცნების მომხრეების შორისაც არ გამოჩნდა ბევრი ადამიანი, ვინც მართლა დაიჯერა და საჯაროდ ყოველ შემთხვევაში გამოთქვა, მოსაზრება, რომ მართლა ბრიუსელმა დაწერა ეს წერილი, როდესაც უკვე აბსურდს აღწევს, რაც არ უნდა გულმხრივალე მომხრე იყო ამა თუ იმ პარტიის, შენ ხვდები, რომ არ გინდა უბრალოდ ძალიან სულელად წარმოჩნდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროპაგანდა მაინც თავის მიზნებს აღწევს, ეს განსაკუთრებით ეხება მე როგორც ხედავ რეგიონებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი იცით არ აქვს ინფორმაცია, სულ ახლახან იყო მაგალითად, აი მალავს პროპაგანდის ნაწილია, რაღაცა ქვეყანაში მიმდინარეა მოვლენების დამალვა. მე მაგალითად ეხლა ხან ვყავდა ზუგდიდიდან ნათესავი, რომელიც არის მასწავლებელი და რომელსაც წარმოდგენა ჰქონდა ამ საჯარო მოხელეების კანონზე და ისე რომ შეზღუდვებზე, აი ძალიან გამიკვირდა, ეთქობა ჯერ არ მივიდა ეს ინფორმაცია, არ და მასწავლებელზეა, სკოლის მასწავლებელზე საუბარი, ამიტომაც მე ძალიან მომწონს აქტივისტების ის წამოწყებები, რომ ისინი გადიან რეგიონში და ცდილობენ ადამიანებს, რომლებიც თქვა არ გადართავენ, თქვა და არ აქვს საშუალება უყურონ ასეთ ოპოზიციურ არხებს, ან არხებს, რომლებიც მართლეს გადაგებენ, აი პირადად მიაწვდინონ რაღაც ინფორმაცია, რაც გამოიწვევს მათ აღელვებას, იმიტომ რომ ის მე რაც ვნახე, თუნდაც რა დაემართა ჩემ ნათესავს, როდესაც გაერკვა აი ამ კანონში, მე ესე მგონია, რომ რაც შენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, არის ეს მაღალი იდეები, რომ შენი ბრძვის სამშობლოსთვის გაახსენო სულხან საბაურბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ევროპა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა მივაწვეთ ასევე სოციალურ საკითხებს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ სოციალური საკითხები აქვს პოტენციალი გამოიწვიონ კიდევ უფრო დიდი პროტესტი და ფაქტია და ალტერნატივის შეთავაზება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ რასაც არ უნდა ამბობდეს ქართული ოცნება, ფაქტია, რომ ბიუჯეტში ახლა მე ეკონომისტებს ვესაუბრებ, თვითონ სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ ფული იმდენი აღარ არის და მათ მოუწევს აი ესეთი ზომების მიღება, აი თუნდაც რაც ხდება განათლების სისტემაში, ეს არ არის, რომ ვიღაცას მოუვიდა იდეა, რომ გააუმჯობესოს განათლების სისტემა და ყველა ვინც განათლების სექტორში მუშაობდა, მეც კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ვარ, ხვდებით რამხელა სისულელესთან გვაქვს საქმე, თუნდაც ის 4 ფურცლიანი კონცეფცია, ეს ზუსტად ისეთივე, როგორც ბრიუსელის წერილი, იცით, 4 გვერდზე შენ აი ამ ხელა ცვლილებები 4 გვერდში ჩაატიო, ეს არის ნონსენსი. ხო, და შესთავაზო ადამიანებს როგორც რაღაცა სრული ნონსენსია, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შემცირდეს ხარჯები, არის გონივრული ეჭვი, რომ იმისათვის რომ გაიყიდოს ეს კარგი შენობები, უამრავი ახსნა მოყვა ამას და არა ჩემგან, არამედ ექსპერტებისგან და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დაარტყავს საშუალო ფენას და კარგი იქნება თუ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ავუხსნათ, აი სათითაოდ მე დავჭიქი და მაგალითად ნახევარი საათი ვუხსნით ჩემს ნათესავს, რა მოყვება ამას და შეწუხებული გავუშვი სახლიდან და რაღაც თვალსაზრისით გამიხარდა, იმიტომ რომ გავარკვია ადამიანი რეალობაში. ხა ის გაავრცელებს ამ ინფორმაციას. რა თქმა უნდა და ჩვენ და გამოვიყენოთ აუცილებლად ყველა საშუალება იმისათვის, რომ მივიტანოთ ადამიანებთან აი ეს ინფორმაცია, როგორ დააწვება ეს არა მარტო რაღაც იდეების დონეზე ჩვენს ქვეყანას, არამედ სოციალურ პრობლემების დონეზე. იმიტომ რომ საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ მაინც ყველაზე უფრო გულზე, ყველაზე უფრო მეტად ადამიანს ხვდება სოციალური პრობლემატიკა, რაც ბუნებრივია და ჯანსაღი პროცესია. კი ბატონო, 2 წუთი გვაქვს რეპლიკა თუ